არ გაბედოთ ამ ვიდეოს გადახვევა, რადგან ის, რაც ახლა UFC-ს კულისებში ხდება, ყველაფერს შეცვლის. ჯასტინ გეიჯი თუ პედი პიმბლეტი. ვინ გავა ილია თოფურიაზე და რატომ ამბობენ ექსპერტები, რომ პედისთვის ეს ბრძოლა შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს. უყურეთ ბოლომდე, რადგან შუაში გაგიმხელთ იმ შოკის მომგრელ დეტალს, რის გამოც არმან წარუკიანი გაცოფებულია. ეს არ არის უბრალოდ ჩხუბი, ეს არის ნამდვილი ომი გადარჩენისთვის. მეგობრებო, მოდით პირდაპირ ვთქვათ. ის, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, სპორტს გასცა. ეს არის სუფთა სისხლის დრამა. ჯასტინ გეიჯი, ადამიანი, რომელმაც ჯოჯოხეთი გამოიარა. გამოდის ოქტაგონზე პედი პიმბლეტის წინააღმდეგ. და იცით რა არის ყველაზე საინტერესო? გეიჯი არ ყვირის, არ ილანძღება, ის უბრალოდ მშვიდად საუბრობს როგორც მოსამართლე, რომელიც განაჩენს კითხულობს. მან თქვა, რომ პედის დააფინიშებს მანამ სანამ საჩემპიონო რაუნდები დაიწყება. და ეს არ არის ტრაბახი, ეს არის გამოცდილი მტაცებლის ცივი გათვლა. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს ბრძოლა ორმაგად მნიშვნელოვანია. რატომ? იმიტომ რომ ამ წყვილში გამარჯვებული პირდაპირ ჩვენს ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან მიდის. ილია ახლა დივიზიონის მწვერვალზეა და ყველა ცდილობს მასთან მიახლოებას. გეიჯი მაღიარა, მეგონა იანვარში ილიასთან ვიჩხუბებდიო, მაგრამ UFC-მ სხვა გზა ირჩია. მათ ჭირდებათ შოუ, მათ ჭირდებათ პედი პიმბლეტი. ბიჭი, რომელიც უფრო მეც ლაპარაკობს ვიდრე აკეთებს. ბევრი ამბობს, რომ პედის ეს შანსი დაუმსახურებლად მისცეს. არმან წარუკიანის ფანები სამართლიანად ბრაზობენ. მაგრამ დაფიქრდით, ეს თამაში ხომ ხშირად უსამართლოა. გეიჯიმ დაამარცხა დასტინ პორიე და მაინც სხვა მიჩხუბა კამარზე. აქ ყველაფერს ტაიმინგი და მარკეტინგი წყვეტს. მაგრამ აი რა არის მთავარი. ჯასტინ გეიჯი შეიცვალა. ხაბიბთან და ჩარლს ოლივეირასთან მარცხმა ის კი არ გატეხა, არამედ გამოაჭედა. ოლივეირასთან ბრძოლის შემდეგ მე საოცრად ბევრი ვივარჯიშე ჯიუ-ჯიტსუში, ამბობს ჯასტინი. წარმოგიდგენიათ, ადამიანი, რომელიც მხოლოდ დგომში ხორცსაკეპი იყო, ახლა ამბობს, რომ გრეპლინგი შეუყვარდა. ის აღარ არის ის ძველი გიჟი გეიჯი, რომელიც მხოლოდ თავით შევარდნას ცდილობდა. ის ახლა გაზომილი, ცივსისხლიანი და ტაქტიკურია. და ეს პედისთვის ყველაზე ცუდი სიზმარია. პედი ფიქრობს, რომ თავისი ქარიზმით და ბედის წერით გაიმარჯვებს. ის ამბობს, რომ გეიჯის მესამე რაუნდამდე ნოკაუტში ჩააგდებს. მაგრამ მოდით რეალობას ჩავხედოთ თვალებში. როცა შენს წინ დგას ადამიანი, რომელმაც ტონი ფერგუსონის კარიერა დაასრულა და დასტინ პორიეს თავი მოკვეთა, შენი ინსტაგრამ პოპულარობა ვერ გიშველებთ. გეიჯის დარტყმები არ არის უბრალოდ მუშტები. ეს არის ტრამვა, რომელიც წელობით გყვება. და იმახსოვრეთ, რას ამბობდა ხაბიბი მასზე. ის ისე მირტყავდა, როგორც სატვირთო მანქანაო. და ახლა ეს სატვირთო პედისკენ მიდის. პედის, რომელსაც UFC-ში ჯერ ნამდვილი მონსტრი არ შეხვედრია. დიახ, აქვს გამარჯვებები, მაგრამ ვისთან? ვეტერანებთან, რომლებიც უკვე კარიერის დასასრულს იყვნენ. გეიჯი კი სხვა დონეა. ეს არის ელიტა. ეს არის ედელი, რომელსაც პედი თავით შეასკდება. თუ გონიათ, რომ პიმბლეტს შანსი აქვს მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი სისხლია, ძალიან ცდებით. ჯასტინ გეიჯი ახლა თავის ყველაზე საშიშ ვერსიაშია. მას ისწავლა მოთმინება, მას ისწავლა დაცვა და რაც მთავარია, მას აქვს ის ველი შიმშილი, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩდება, როცა იცი, რომ ეს შენი ბოლო შანსია ოქროს მიმავალ გზაზე. თუმცა მოდით ვიყოთ გულწრფელი. იქნებ პედი მართლა ის რჩეულია, ვისაც UFC-ს ხელმძღვანელობა ასე ხელოვნურად კაჩავს. მე პირადად ვფიქრობ, რომ პიმბლეტი ამ ბრძოლის მერე ავანტყოფოში აღმოჩნდება და მისი ჰაიპი სამუდამოდ დასრულდება. თქვენ რას ფიქრობთ? მართლა გერჯერათ, რომ ამ ინსტაგრამ ბიჭუნას რაიმე შანსი აქვს ნამდვილ მყლელთან წინააღმდეგ? თუ უბრალოდ გეიჯი უკვე დაბერდა და ვეღარ კაჩავს? დაწერეთ კომენტარებში, რატომ გძვლით ან გიყვართ პედი? ყველაზე მწარე კომენტარებს პირადად უპასუხებ. მოდით, სიღრმეებში ჩავიდეთ. რატომ საუბრობთ პედი პიმბლეტზე ისე თითქოს ის მსოფლიო ჩემპიონი იყოს? იმიტომ რომ ის არის მარკეტინგული მანქანა. მაგრამ ოქტაგონზე მარკეტინგი ვერ გიშველის, როცა შენს წინ ჯასტინ გეიჯი დგას. 딘 თომასმა, ერთ-ერთმა ყველაზე ჭკვიანმა ანალიტიკოსმა პირდაპირ თქვა, ეს არის პედის ერთადერთი და ბოლო შანსი მიუახლოვდეს UFC-ს ოქროს. რატომ? იმიტომ რომ სუბუქი წონა ახლა ნამდვილი ნაღმების ველია. იქ არიან ილია თოფურია, არმან წარუკიანი, ისლამ მახაჩევი, ბიჭები, რომლებიც შეცდომებს არ პატიობენ. პედი ამბობს, რომ ის ბედის წერის შვილია. ის იღიმის, ხუმრობს, თითქოს პარკში სასეირნოდ მიდიოდეს. მაგრამ ვეტერანებს მისი ღიმილი არ ატყუებთ. მათ იციან, რას ნიშნავს გეიჯის წნეხა. ჯასტინი არ არის უბრალოდ მებრძოლი, ის არის forward fighter. ადამიანი, რომელიც ყოველთვის წინ მოდის. თუ შენ მას შუაში არ დახვდები, თუ შენი დარტყმები შენი დარტყმებით არ უპასუხებ, ის უბრალოდ დაღეჭავს და გამოგაფურთხებს. თუ გინდა ჯასტინის დამარცხება, უნდა ჰქონდეს გამბედაობა, რომ მასთან ერთად ცეცხლში შეხვიდე. ეს სიტყვები ყველა მიცის, ვინც გეიჯისთან ოქტაგონი გაიღო. აქვს კი პედის ეს გამბედაობა.
მას აქვს თავდაჯერებულობა, მაგრამ თავდაჯერებულობა და გამბედაობა სხვადასხვა რამაა. როცა პირველი ლოუ-კიკი მოხდება და ფეხი გაუკიბდება, როცა პირველი მძიმე მარჯვენა ყურთან ჩაუზუზულიჩს, აი მაშინ გამოჩნდება პიმბლეტის ნამდვილი სახე. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ილია თოფურია ამ ბრძოლის გამარჯვებულს ელოდება, მაგრამ დაფიქრდით, რამდენად სამართლიანია ეს. სანამ ილია და არმანი სისხლს ღვრიდნენ რეალურ კონტენდერებთან, პედი პიმბლეტი ისეთ მებრძოლებს ხვდებოდა, რომელთა სახელებიც ხშირად გულშემატკივარსაც კი არ ახსოვს. ეს არის ის, რასაც ბევრი მონოპოლიას და უსამართლო სპორტს უწოდებს. UFC სჭირდება ვარსკვლავები, რომლებსაც ბევრი გამომწერი ჰყავთ ინსტაგრამზე, რომლებსაც პოდკასტები აქვთ და სოციალურ სერთებში სკეჩებს იღებენ. მაგრამ განა ეს არის ნამდვილი სპორტი? ოლიმპიური დონის მოჭიდავეები, როგორიცაა არმანი, იძულებუნი არიან წლები ელოდონ თავის შანსს, მაშინ როცა პედის რეთალ ხალიჩას უფენენ. ეს ტენდენცია ბევრს აშფოთებს. სპორტი იქცევა შოუთ, თუმცა გეიჯი ზუსტად ის კაცია, რომელსაც შეუძლია ეს შოუ ტრაგედიად აქციოს. ის აქ არ არის იმისთვის, რომ პედის პოპულარობას ხელი შეუწყოს. ის აქ არის იმისთვის, რომ დაიბრუნოს ის, რაც მისი აზრით ეკუთვნის, ჩემპიონი ტიტული. ჯასტინი ახლა უფრო საშიშია ვიდრე როდესმე. რატომ? იმიტომ რომ გახდა დისციპლინირებული. ის აღარ არის ის ფეთქებადი ფინიშერი, რომელიც პირველსავე წუთში იხარჯება. ის ახლა ნელი, მეთოდური და აუღელნებელი. ის გელოდება სანამ არ დაიცლები, სანამ შენი სუნთქვა არ დამძიმდება და მერე იწყებს ნადირობას. პედი კი პირიქით, ის ქაოსზეა დამოკიდებული. მას უყვარს არეულობა, სადაც ის შეუძლია თავისი გრძელი ხელებით და მოულოდნელი გრეპლინგით რაიმე მოიფიქროს. მაგრამ გეიჯმა თქვა, სანამ ნოკაუტში არ ჩამაგდებთ, ჩემ ზურგზე ვერავინ დამაწვენსო. და ეს სიმართლეა, მისი დაცვა ტეიქდაუნებისგან ერთ-ერთი საუკეთესოა დივიზიონში. ჩვენ ვხედავთ ორ აბსოლუტურად განსხვავებულ სამხაროს. ერთი მხრივ პედი, ჰაიპი, ენერგია და ახალი თაობის თავდაჯერებულობა. მეორე მხრივ გეიჯი, ნაწამვე, გამოცდილი და შურისბძიებით სავსე ვეტერანი. ხალხი ამბობს, რომ პედი ახალგაზრდაა და ეს მისი პლუსია, მაგრამ გამოცდილება ესეთი რამაა, რომელიც სპორტ დარბაზში ვერ იყიდი. გეიჯმა იცის, რას ნიშნავს, როცა 5 რაუნდი სული გეჩუთება. პედი ეს იცის, ნაკლებად მჯერა. და აი აქ მინდა კითხოთ თქვენ, ვინც ფიქრობთ, რომ პედი პიმბლეტი ახალი კონორ მაკგრეგორია. საერთოდ გესმით ამ სპორტის რამე? თუ უბრალოდ მოგწონთ მისი ვარცხონელი და ის როგორ ჭამს ბევრ პიცას ჩხავის მერე? ჩემი აზრით, UFC ამ ბრძოლით უბრალოდ პედის ყიდულობს, რომ ილიასთვის კარგი მსხვერპლი მოამზადოს. გეიჯი კი უბრალოდ ამ გეგმას ჩაშლის. დაწერეთ თქვენს გეშლებათ თუ არა ნერვები იმაზე, რომ არმან წარუკიანს ჩააჩოჩეს და ამ მასხარას აძლევენ გზას. ველოდები თქვენს აფეთქებას კომენტარებში. მოდით რეალობას თვალი გაუსწოროთ. UFC 324 არ არის უბრალოდ ტურნირი. ეს არის განაჩენი. ბევრი ამბობს, რომ პედი პიმბლეტი ამ ბრძოლას მეოთხე რაუნდამდე არ მიიყვანს და ნოკაუტით გაიმარჯვებს. თავდაჯერებულობა კარგია, მაგრამ როცა საქმე ჯასტინ გეიჯის ეხება, თავდაჯერებულობა ხშირად სისხლიან კოშმარად იქცევა. გეიჯი არ არის ის მებრძოლი, რომელიც გატყდება. მას ჰქონდა ორი მძიმე მარცხი საჩემპიონო ბრძოლებში, მაგრამ სწორედ ამ მარცხმა აქცია ის სრულყოფილ იარაღად. ყველა შოკში ჩავარდება, რადგან მე მას ნოკაუტში ჩავაგდებ, ამბობს ჯასტინი. და იცით რატომ ვუჯერებ? იმიტომ რომ გეიჯი აღარ ჩხუბობს ემოციით, ის ჩხუბობს მათემატიკური სიზუსტით. ყოველი მისი ლოუ-კიკი არის ინვესტიცია შენს ტკივილში. ყოველი ჯები არის ნაბიჯი შენი ფსიქოლოგიური განადგურებისკენ. პედის კი ჯერ არასდროს უგრძნია ასეთი ნელი დახრჩობა. ის მიჩვეულია სწრაფ ემოციებს, მაგრამ გეიჯი მას ნელ-ნელა სისტემატურად გამოწოვს ენერგიას. და აი ყველაზე მთავარი კითხვა, რა ხდება შემდეგ? გამარჯვებული ხდება ილია თოფურიას. წარმოგიდგენიათ ეს სცენარი? ილია, ადამიანი, რომელიც ცივი გონებით და უზადო ტექნიკით ანადგურებს ყველას და მის წინ პედი პიმბლეტი. ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ თუ პედი შემთხვევით მოიგებს გეიჯისთან, ილია მას უბრალოდ გააქრობს ოქტაგონიდან. ეს დროებითი ქამარი, რომლისთვისაც ისინი ჩხუბობენ, მირაჟია. ნამდვილი ცეცხლი იქაა, სადაც თოფურია დგას. ამბობენ, რომ ეს ბრძოლა მარკეტინგული სლაა. დიახ, პოპულარობა ხშირად უფრო ფასობს UFC-ში ვიდრე რეალური რეიტინგი. სანამ არმან წარუკიანი და სხვა მონსტრები რიგში დგანან, პედის ეძლევა შანსი, რომელიც შესაძლოა მის შესაძლებლობებს აღემატებოდეს. ეს არის მესიჯი ზემოდან. რეიტინგი არაფერია თუ შენ არ გაქვს ჰაიპი. ოქტაგონზე როცა კარი იკეტება, ინსტაგრამის გამომწერები დარტყმას შენს მაგივრად არ მიიღებენ. გეიჯი არ ეძებს სწრაფ გამარჯვებას, ის ეძებს პედის გატეხვას. მას სურს ნახოს ის მომენტი, როცა პიმბლეტის თვალებში შიში გაჩნდება, როცა ის მიხვდება, რომ ეს არ არის მორიგი შოუ, არამედ ნამდვილი ომი. გეიჯიმ გამოიარა ხაბიბის წნეხი, ოლივეირას ტექნიკა და გადარჩა. პედი კი ჯერ კიდევ ბავშვია ამ ოკეანეში.
საბოლოოდ UFC 324 იქნება პასუხი ყველა კითხვაზე. არის პედი რეალური საფრთხე თუ უბრალოდ კარგად შეფუთული პროდუქტი? დაამტკიცებს გეიჯი, რომ ვეტერანები ჯერ კიდევ მართავენ ამ დივიზიონს. ერთი რამ ცხადია, ილია თოფურია ამ ყველაფერს ყურადღებით აკვირდება. ის ელოდება თავის მორიგ მსხვერპლს და ვინც არ უნდა იყოს ეს, გეიჯი თუ პიმბლეტი. ილიასთვის ეს მხოლოდ მორიგის სამუშაო დღე იქნება. მოდით დავასრულოთ ეს კამათი. მე პირდაპირ გეტყვით, რომ პედი პიმბლეტი ამ ბრძოლის მერე ტირილით დატოვებს ოქტაგონს, რადგან გეიჯი მას ისეთ ტკივილს მიაღენებს, როგორზეც ინგლისელ პრინცს წარმოდგენაც არა აქვს. ილია თოფურია კი ამას უბრალოდ სიცილით უყურებს. თუ თქვენ მართლა გჯერათ, რომ პედის რაიმე შანსი აქვს, მაშინ სპორტის ნაცვლად ზღაპრებს უნდა უყუროთ. დაწერეთ თქვენი აზრით, რამდენ წუთს გაძლებს პედი, სანამ ტაპაუts დანებას გააკეთებს. თუ გონიათ, რომ ვწდები, შემედავეთ, მაგრამ ფაქტები ჩემს მხარესაა.